რუსთავის მერიამ და ისტორიულმა მუზეუმმა შუა საუკუნეები დათარიღებულ სასახლეში მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიცია შეაჯამა. კონფერენციას კულტურის მინისტრი და რუსთავის მერი დაესწრნენ. რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე არქეოლოგიური გათხრები ივლისში დაიწყო. მივესალმები დღეს რუსთავის ციხე-ქალაქის ამ არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელ კონფერენციას და ნამდვილად ხვდებით, რომ ამ არქეოლოგიის 25 წლის განმავლობაში ამ 6 თვეში იმდენი აღმოჩენა გაკეთდა რუსთავში, რომ 26 წელშიც ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ საგანძურზე და ჩვენ უნიკალურ კულტურაზე ამ ფორმით უნდა ვიზრუნოთ. აღმოჩენებმა ხაზი გაუსვა და დაადასტურა კიდევ ერთხელ რუსთავის დიდი ისტორია და ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქალაქს ნამდვილად აქვს. ამ ექსპედიციის ფარგლებში ძალიან საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა, მათი მონაწილეობით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, წინ კიდევ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. არქეოლოგიური კვლევები კვლავაც გაგრძელდება, სამომავლოდ იგეგმება ციხის სრული რეაბილიტაცია, კონსერვაციის კონცეფციის შემუშავება და ეს ციხე სამომავლოდ თავისი არქეოლოგიური ობიექტებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ტურისტული ობიექტი, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტი.